ესე იგი, წარმოიდგინეთ სცენარი, სადაც ყავს მთავარი პერსონაჟი, რომელიც ებრძვის ცუდ მენტალიტეტს, ბნელ მენტალიტეტს, საშიშ მენტალიტეტს, ცხოვრების მომწამლელ მენტალიტეტს და ბოლოში არის ეგეთი twist-ი, რომ აღმოჩნდება, რომ თავად ეგ ადამიანი ატარებდა ყველაზე ბინძურ და ყველაზე საშიშ და ყველაზე მანკიერ მენტალიტეტს, ყველაზე ბნელს. რას ფიქრობთ ამაზე? ოღონდ პატარა დისკლეიმერი რა თავიდანვე, არანაირი სიძულვილი, ჰეითი და რამე მსგავსი დუტას, არაფერი პერსონალური არ პირიქით მადლობა მას, რომ ბავშვობა გაგვილამაზა და მთელი ამბები. უბრალოდ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც მან თქვა, გავაანალიზოთ და ეს არ იქნება ისეთი, როგორ თქვა, უმტკივნეულო, ეს იქნება საკმაოდ ბრუტალური ანალიზიც. ოღონდ ჩვენ ვიღებთ რაც თქვა დუტამ, ვაშორებთ დუტას და ვაანალიზებთ ნათქვამს და ნუ მოკლედ რა. ეგეთი ამბავი დუტას ვივიწყებთ. მაგრამ ხო, მოკლედ ეს სტატია გამომიგზავნა ერთმა ადამიანმა და როგორც წესი არ ვნახულობ ეგეთ სტატიებს, გავატარე, ნახე აუცილებლად გახსენი და ეგრევე მიხვდები რაზე არის საუბარი და მოგეწონება და მთელი ამბებიო. სასაუბრო თემაც გექნებაო და მაქვს. როგორც კი გავხსენი ეგრევე სათაურიდან მივხვდი, რომ ეს კარგი მომენტია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ და გადავაფასოთ. ეხლა ბევრი სისულელე გამიკეთებია, კიკინა და საყურე გავიკეთე, რომ იმ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი განვათავისუფლო. აქ ქვემოთ უფრო სრული ციტატა არის, ხო? ნუ აი ერთიც ვნახოთ, ყურადღებით დააკვირდით, ყურადღებით მოისმინეთ. კიკინა და საყურე გავიკეთე, რომ იმ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი განვათავისუფლო. საკუთარ თავთან ვიბრძვი, მაგრამ რაღაც მომენტში ამოხდება იმ დროინდელი სისულელეები, რაც თავში ჩაგვიტენეს, აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება, ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, რომ საყურე რატომ მიკეთია, დღესაც არსებობს ეს. ერთი შეხედვით აქ რა არის რა, რომ აი ადამიანი პროგრესული არის, არ არის კომუნისტი, კომუნიზმის წინააღმდეგიც კი არის, რაც კაი რამე არის, იმიტომ რომ არ უნდა იყო კომუნისტი. და რაში არის პრობლემა? ნუ აი ახლა ხალხიც რაღაც ვერ განვითარდა და საყურეზე უტრაკებენ და ესეც გაიკეთა კაცმა ის საყურე და ყველაფერი, რომ აი მიიღოს ახალი იდენტობა, ოპოზიცია იყოს კომუნიზმის და ესე fuck you აჩვენოს ამ ცუდი მენტალიტეტის ხალხს. ნუ პირველ რიგში, თუ ეგეთი ადამიანი ხარ, დუტაზე არ გვაქვს საუბარი, წარმოვიდგინოთ სხვა ადამიანი, ხო? მარტივად რომ თქვათ, მონახარ, რომელმაც აი ამ ბორკილებს, რომელიც ყველგან უკეთია, აი მანიკური წაუსვა რა. როგორც პატარა ბავშვები, გოგოები რომ მანიკურს უსვამენ, ყველაფერს, დღიურს, სათამაშოს, ყველაფერს. პირველ რიგში ეგ. მერე კიდე მთელი ტრაგედია იმაშია, რომ კომუნიზმი არის ზუსტად ის, რამაც ამ ადამიანს, დუტას არა, ზოგადად ადამიანს, მისცა ეგ საყურეც, გაუკეთა პირდაპირ საყურეც და ეგ კიკინაც, ოღონდ უარყოფით. ხვდებით? და შენ თუ ეგეთი ადამიანი ხარ, რომ აი ამ უარყოფით იკეთებ კიკინას, იქ საყურეს, რაღაცა ცვლილებები შეგაქვს, მთელი ამბები, ეგეთი ადამიანი თუ ხარ და შენ სარკეში იხედები, ხო? შენ არ ხედავ ღირებულებას, შენ არ ხედავ რამე ღირებულს. რატომ? იმიტომ რომ შენი იდენტობა მთლიანად დგას რეაქტიულობაზე და რეაქციაზე და რაღაცის უარყოფაზე. შენი იდენტობა მაგაზე დგას. პრობლემა რაში არის? როცა მაგაზე დგას შენი იდენტობა, ხო? შენ გამომდინარეობ უარყოფით და არა შემოქმედებითობით. აი შეიძლება რომ შემოქმედობითობით გაიკეთო საყურე, შეიტანო რაღაცა ესთეტიკური ცვლილებები და მაგას ახსნა არ სჭირდება. მაგას არ სჭირდება ახსნა. რატო? იმიტომ რომ გემოვნება არ არის რაღაცა ისეთი არგუმენტის საკითხი, არამედ ინსტინქტის საკითხია. ხო და აი აქ ძალიან ბევრი მომენტი არის ახლა, რისი ანალიზიც ღირს. მოდი დავიწყოთ აი ამ კიკინით და საყურით. გავიკეთე რომ იმ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი განვათავისუფლო. ნუ ჯერ ერთი თავისუფლება არ მოდის გარე რაღაციდან რა, ანუ თავისუფალი ან შიგნით ხარ ან არ ხარ.
შენ თუ თავისუფლება გარედან გჭირდება და შენ თუ თავისუფალი რო იყო და შიგნიდან იგრძნო თავისუფლება, მაგისთვის გჭირდება რომ არ ვიცი ვიღაცებმა აღარ გითხრან კიკინა რატო გაქვს ან საყურე რატო გიკეთი, არ ხარ თავისუფალი, მონა ხარ. და ეს სწორედ ის кейსი არის, როცა ოპოზიცია აჩვენებს იმას, რომ განა თავისუფალი არამედ მონა არის, რომ ოპრესორი მას ფლობს. უბრალოდ მონა ატრაკებს. უბრალოდ მონა განა ცვლის რამეს, არამედ ეს არქნა რო ეუბნები და არა მაგას ვიზამ, იმიტომ რომ შენ ამბობ რომ არქნა. ეგ არ არის თავისუფლება. ადამიანი ან შიგნიდან ხარ თავისუფალი და მაგას არანაირი გარე არაფერი არ სჭირდება, არც დადასტურება, არც გარე სიგნალი. ან არ ხარ თავისუფალი. და თვითონაც თქვა, რომ როგორ არის, საკუთარ თავთან ვიბრძვი, მაგრამ რაღაც მომენტში ამოხდება იმ დროინდელი სისულელეები, რაც თავში ჩაგვიტენეს. ანუ ეს კომუნისტური მენტალიტეტი მას ფლობს, ის არ არის მაგისგან თავისუფალი. მაგრამ თან ნერვები ყოფნის, რომ ესეთი რამეც თქვას, რომ მოიცა რა აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება. და უმეტესობა ხალხის, ვინც აეგრე ატრაკებს რა, რომ აი ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, ჩვენ ცუდი მენტალიტეტი გვაქვს. ჩვენ არ ვართ მიმღებლები და ასე შემდეგ. ეგ ხალხი არის, ვისაც აი მაგაზე აქვს ყველაზე დიდი კონფლიქტი საკუთარ თავში. და აი ხლა აი ამ წინადადებაში ეგ იდეალურად იკვრება რა. სწორედ ეგ ხალხი არის, აი ვინ არის ყველაზე პროჭი ადამიანი, ხო, პროჭი ხალხი, ტარანტულთა მიმართ. მთელი ამბები. თანასწორობის მქადაგებლები. რატო? იმიტომ რომ მათ უკან იმალება ძალიან ისეთი გამწარებული ტირანია. და ამ თანასწორობას იყენებენ როგორც აი რომ რაღაცნაირად გაუთანაბრდნენ ოპრესორს, რომ ერე ხუთი იმდენი გაუკეთონ. ანუ მოკლედ ეგ იცით ახლა მარხზე ვინც ხართ. ხო და ეს თან რესენტიმენტიც არის რა, ანუ ეს კიკინა და საყურე, ანუ ოპოზიცია ამ ხელა კაცი იკეთებ კიკინას და საყურეს. ბავშვი ხო არ ხარ? ჯერ ერთი ბავშვობაში ეგ როგორი რამე არის, ეგ ხო უნდა გადალახო. იმიტომ რომ აი როგორი რამე არის, ბავშვობაში ხო რაღაცა შეიძლება გააკეთო პროტესტის ნიშნად. ვიზუალური, ესთეტიკური და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ გაზრდა ხო ის არის, რომ განა ის რომ აღარ გააკეთო რაღაცა ისეთი განსხვავებული. არამედ მაგის უკან რო არის დგას, აი ეგ რა fuck you-ს ჩვენება, ოპოზიციად ყოფნა. არამედ აკეთებ რაღაცას იმის გამო, რომ იყო განსხვავებული, რაც ასევე დისტანცირებას გიკეთებს, რაში ცუდი არაფერია. მაგრამ არა ის, რომ რამის წინააღმდეგი. ხვდებით? და მთლიანად იდენტობაც რო აიღოთ, ხო, აი იდენტობა ეხლა რეებსაც ქმნიან და ასე შემდეგ. არაფერი ცუდი არ არის იდენტობის შექმნაში, მაგრამ ორ რამეზე დგას. ერთი ოპოზიციაზე, ანუ ანტი არის შენი პოზიცია და აი მაგ ანტიდან მერე რაც მოდის, ეგ არის პრო იდეაში. მაგრამ ანტიზე დგას, რაც ავტომატურად იმას ხდის, ნუ იგივე პროლეტარი ხარ. იგივე პროლეტარი რა პროლეტარებსაც ებრძვი. და მეორე არის ჭრილობიდან მოდის. რომ აი რაღაცა ჭრილობას და ტკივილს გაექცეს ადამიანი და აი ამაზე დგას რა თანამედროვე იდენტობას როცა ქმნიან. ეგ პრობლემატური არის. ამ შემთხვევაში და ეს დუტა მოვაშორეთ და უბრალოდ ადამიანი ავიღოთ, ხო? საქმე ჩვენ გვაქვს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რესენტიმენტთან. აი ყველაზე რესენტიმენტის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფორმა. რაც რა არის? რომ აიღე კომუნისტები, რომლებიც ნუ რესენტიმენტზე დგანან, ანუ ეგ არის მთელი ხიბლი კომუნიზმის და ასე შემდეგ, და ეხლა წარმოიდგინე, რომ რესენტიმენტური ხალხის რესენტიმენტული ხალხი წარმოიდგინო, ანუ წარმოიდგინე, ანუ პროლეტარების რესენტიმენტი რო გაქვს, ანუ ეგ ხვდებით? და ეხლა ამ კიკინაზე მოდი ვფოკუსირდეთ რა. თან წავიკითხავ რომ მაინც ის არ იყოს. არასწორად არ ვთქვა რამე, სწორად არ შევუცვალო სიტყვები. ეხლა რა, ანუ ამაზე სხვათა შორის გამახსენდა ბიბლიაში რაც წერია მათე 5-5 რეალურად მეხუთე თავის მეხუთე მუხლში, რომ ნეტარნ არიან თვითნიერები. ინგლისურად მიქ არის, ქართულად მგონი თვითნიერი. ხო და ნეტარნ არიან თვითნიერნი. ეგ
იმიტომ არ არის რა, რომ თვითნიერება არის რაღაცა პოზიტიური ღირებულება, რომელიც საკუთარი სიძლიერიდან მოდის რა და დგას. ხვდებით? არამედ არა, ეგ არის ოპოზიცია რომაელების მიმართ. რატო? იმიტომ რომ რომაელები აფასებდნენ ძალაუფლებას. და მაგისი ოპოზიცია არის თვითნიერება, ხო ხვდებით? და ზუსტად იგივე არის ახლა დუტას არა, მსგავსი ადამიანის შემთხვევაში. რომ იმ ქრისტიანებს არ შეეძლოთ რომ ყოფილიყვნენ ძლიერები, ამიტომ უძლურება აქციეს სიწმინდეთ. და ზუსტად იგივე არის ახლა აი ამ იმაზეც რა, კიკინაზეც. ზუსტად ერთ-ერთში, ანუ ადამიანს არ შეეძლო რომ შეეცვალა კომუნიზმი საკუთარ თავში რა ბრძოლებიც აქვს ამ გარეთ. ამიტომაც ანტიკომუნისტობა აქცია სიწმინდეთ, აი ქრუსეიდად და აი წმინდა საქმეთ და აი ეს მაინც გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და შევაკვდეთ თუ არ გამომივიდა. ხვდებით? და ეს არ არის რა თავისუფლება. ეგ არის რესენტიმენტი, ოღონდ კიკინა რომელსაც აქვს. იგივენაირი რესენტიმენტი არის. ზუსტად. და სანამ ადამიანი შენს იდენტობას, შენს შეხედულებას ანტიზე აფუძნებ და ეს განსხვავდება რა, ეხლა არ ვიცი, დებილი თუ მიყურებს ვინმე აუხსნი რა, რომ კი, შეიძლება წინააღმდეგი იყო კომუნიზმის, მაგრამ როცა შენს იდენტობას, შენს პოლიტიკურ შეხედულებებს და ნებისმიერ რამეს აფუძნებ ანტიზე, შენ არ ხარ რა, პრობლემა როგორ მოგვარდეს, შენ ხარ პრობლემა. ანუ ფუნდამენტურად განსხვავდება, ეს არის ორი ძალა, ერთი არის ანტიძალა, რეაქტიული და მეორე არის აქტიური. აქტიური რა არის? აქტიური არის შემოქმედებითი. შემოქმედებით ძალას არ სჭირდება რომ საწვავად გამოიყენოს ანტიპოზიცია. ეგ არის ფუნდამენტურად პროლეტარული დამოკიდებულება. მესმის შეიძლება ეგ ბევრმა ვერ გაიგოს და წარმოუდგენელიც არის. რომ რას ქვია, ანუ მე ამასთან ბრძოლით კარგ რამეს იმას შვები, კარგი რამე მომაქ. მაგრამ არა, შენი მთლიანი არსებობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ანტი იყოს, ანუ შენ არ ხარ დამოუკიდებელი შემოქმედი ადამიანი. და ეგ გარანტირებულად ანუ რესენტიმენტის იმაში წაგიღებს, ანუ აი ნეგატიურ ემოციებში და მოკლედ აი დაბიო ადამიანი გახდები, თუ უკვე არ ხარ. ეგ გარდაუვალი არის რა და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის აქ ბოლოში. და ძალიან ბევრი რამე არის აქ რეალურად გასაანალიზებელი, გასაკრიტიკებელი რა, როგორც მენტალიტეტი და რამე, რომ ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს, რომ საყურე რატომ მიკეთია, დღესაც არსებობს ეს. მაგრამ მთელი ხიბლი იმაშია, რომ თან ამ ადამიანს სჭირდება ეგ ხალხი, ვინც მაგას მიაძახებს, ვინც მაგის გამო შეაგინებს, ვინც მაგის გამო გააკრიტიკებს. ხვდებით? იმიტომ რომ ეგ ხალხი უდასტურებს არსებობას. ეგ ხალხი ტენის მას ღირებულებით, ეგ ხალხი არის წყარო მისთვის რომ გაიაზროს რომ რაღაცა სწორზე დგას. ხვდებით, ანუ რამდენად დამოკიდებული არის ადამიანი და ეგეთი ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება. თავისუფლებას ვინ გაიძახის ყველაზე მეტად? ის ვინც არ არის თავისუფალი. ის ვინც ძალიან ჩაკეტილია. თავისუფალ ადამიანს თავისუფლება არ სჭირდება, ის აფასებს მაგას. ის არ დათმობს თავის თავისუფლებას და არის უკვე თავისუფალი. გინდ გადასარევ ქვეყანაში, გინდ ციხეში გამოამწყდგე. იმიტომ რომ თავისუფლება არის შინაგანი. შიგნიდან მოდის ეგ. შიგნით არ გაქვს არანაირი კონფლიქტი, მორჩა. მაგის იქით რა არის? ნუ აი ციხეში ხარ ხო, ლიმიტირებული ხარ, იმითი დისტანციით კი არა და დიაპაზონით და იქ სად შეგიძლია სიარული და რამე, მაგრამ მაგის გამო ნაკლებად თავისუფალი არ ხარ. თავისუფლება არ არის ნებისმიერი რამის კეთება, ნებისმიერი რამის კეთება რომ გამოგივიდეს, რაც თავში მოგივა. ეგ არის ძალიან ნაივური და ბავშვური წარმოდგენა. ხო და აი ამ კიკინაზე და ხალხი რომელიც უყვირის. ხო რა, ეგ ხალხი არის რა ზუსტად, ვინც გეუბნება რომ შენ არსებობ, ვისგანაც შენ იტენები რა, იმიტომ რომ მაგათ გარეშე შენ ხარ უბრალოდ
კაცი, რომელსაც აქვს კიკინა და საყურეები. მაგრამ მათთან ერთად შენ ხარ, დისიდენტი, შენ ხარ კრუსეიდერი, შენ ხარ მებრძოლი. შენ ხარ ის ნათელი მომავლის რაღაცა სხივი თუ რაღაცა ეგ ტრაკობა. ეგენი გაძლევენ რა იდენტობას და არა მარტო იდენტობას, არამედ ტენიან შენს იდენტობას ძალაუფლებით. და ყველაზე დიდი ტრაკობა ის არის, რომ შენ მაგ ხალხს, ვინც აეგრე გიყვირის, რომ ის გიკეთია, კიკინა გაქვს მთელი ამბ, შენ მათ არ ებრძვი. აი ესეთი მენტალიტეტის და ესეთი ადამიანის მთელი პრობლემა ის არის, რომ მაგ ხალხს არ ებრძვის. არამედ მათთან აქვს კოლაბორაცია, რომელიც აწარმოებს მის ღირებულებას. იმიტომ რომ მათ გარეშე არაფერი ხარ. მათ გარეშე სიცარიელე ხარ. როგორც კი გაქრება ვიღაცა ვის წინააღმდეგაც უნდა იყო, აღარ არის შენში აღარაფერი, არანაირი ღირებულება, არანაირი შემოქმედებითი ძალა. არანაირი თავისთავადი ღირებულება, რომელსაც გაფუშავ, რომელიც გინდა. და რეალურად თავისუფალ ადამიანს უნდა რომ იყოს გამორჩეული. მაგრამ არ უნდა რომ ოპოზიციაში იყოს, ხვდებით? ოპოზიციაში ყოფნა ეგ ავტომატურად უკვე მონის პოზიცია არის. თავისუფალ ადამიანს კი უნდა რომ განსხვავდებოდეს. ამის რა თქმა უნდა არა მიმური გაგებით, გამოირჩეოდეს. მაგრამ არა ოპოზიციით, ხვდებით? იმიტომ რომ მას უნდა რომ იყოს ცალკე და არა წინააღმდეგ. ეგ არის თავისუფალი ადამიანის მენტალიტეტი და თავისუფალი ადამიანი არ საჭიროებს რაღაცა საყურეს ან კიკინას, რომ თვითღირებულება აიმაღლოს, ან რომ მაგით მოიპოვოს თავისუფლება. ეგ მესმის ბავშვზე, ეგ მესმის იდიოტზეც. მაგრამ არა თავისუფალ ადამიანზე. და ასეთ ადამიანებს წააწყდებით პანტაპუნტით. და არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანები რამენაირად განსხვავდებიან აი იმ მეებისგან. ბნელი მენტალიტეტის მატარებელი ხალხისგან. არ განსხვავდებიან, არც ერთი, მაქსიმუმ აი ესთეტიკურად გაარჩიო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კონტენტით. კონტენტით არ გაბედო, კონტენტით ერთი და იგივეა, მაგრამ აი ესთეტიკურად ცოტა სხვადასხვა რამეა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გააჩნია არაფერი ღირებული. რისიან მოსმენა შეიძლება, ან დაჯერება, ანამე პასუხი აქვს რამე სერიოზულზე, სერიოზული პასუხი. არაფერი მაგდაგვარი. კი არის რესენტიმენტი, მაგრამ როგორც ხედავთ, არსებობს რესენტიმენტური ხალხი. რაც როგორ კარგადაც არ უნდა ჟღერდეს, როგორც არ უნდა იყოს თქმული ნათელი მომავალი თავისუფლება და ის ყველაფერი, რაც იდეაში ხალხს უყვარს და რამე, იცოდეთ, რომ მაგის უკან იმალება არაფერი, გარდა რესენტიმენტისა. და ეს წრეზე დადის რა, ეს წრიულად არის ეს ყველაფერი, წრიულად. კიდე რისი თქმა შეიძლება ამ ყველაფერზე, კიკინას საყურე გავეკეთე, რომ იმ კომუნისტური წნეხისგან ჩემი ტვინი განვათავისუფლო. ხო, ეს უკვე ვთქვი რა, მაქედან არანაირი თავისუფლება არ მოდის რა, რაღაცა კიკინა გაიკეთო ან რამე ეგეთი და მე თუ მკითხავთ თუ უკვე ტვინი ჩამოგიყალიბდა და ზრდასრული ხარ, ან ხარ თავისუფალი, ან არ ხარ. თავისუფალი ვერ გახდები. და რაც დრო გადის, ამაში ვწმუნდები თითქმის ყველა მაგალითით, რომელიც შემიძლია რომ გავიხსენო. ან ხარ თავისუფალი, ან არ ხარ, ვერ გახდები. ჩემთვის ეგ უკვე იმდენად ცხადი გახდა, როგორც ის რომ აი თუ ადამიანი ხარ, რაღაცა ძაღლიან მგელი ვერ გახდები, ფური თუ არ ხარ. ძაღლიან მგელი ვერ გახდები. თავისუფლებაც იგივე არის რა, ჩემთვის. საკუთარ თავთან ვიბრძვი. ეს კიდევ ერთი პროლეტარული რამე, აი საკუთარ თავში რომ გაქვს შიდა ბრძოლები. ეგეც ეგ არის პროლეტარობის პიკი ასევე. ეგ არის შიდა დემოკრატია, იმიტომ რომ ბრძოლა არის სხვადასხვა. ყველა იბრძვის, გადაწყვეტილება ყოვნდება შესაბამისად, მოქმედებაც ყოვნდება და მანდ არანაირი შემოქმედებითი
შემოქმედებითი სივრცე მან ვერ გაჩნდება რა ვერანაირად, ვერ შექმნი ღირებულებას. ვერ იქნები რეალურად პრო რაღაცა. არამედ იქნები პრო, ოღონდ პრო იმიტომ რომ აი ამისი წინააღმდეგი ხარ და ამისი წინააღმდეგობა ნიშნავს ამას, რომ საპირისპირო გააკეთო, მაგრამ იგივე თამაშში ხარ, იგივე მონა ხარ. არაფერი ახალი მანდ არ არის. აი საკუთარ თავთან ვიბრძვი, მაგრამ რაღაც მომენტში ამოხტება იმ დროინდელი სისულელეები, რაც თავში ჩაგვიტენეს. და აი ეს არის რა, კიდევ ერთი ისეთი რამე, რაც ინსაიტს გაძლევს ადამიანის ფსიქიკაში რა, რომ რამდენიც მსგავსი ადამიანები საუბრობენ რაღაცა ნეგატიურზე, რომლითაც თვითონ იტანჯებიან, აუცილებლად უნდა დააყოლონ, რომ არა, მარტო მე არ ვიტანჯები, სხვებიც იტანჯებიან. მარტო მე აქ არ ვარ, ვიტანჯებით, ყველანი ერთ ნავში ვზივართ. და მაგისი თქმის საჭიროება რატო აქვს ადამიანს, აი ეგ არის, აი კითხვა თქვენთან. რატომ გაქვს საჭიროება ხაზი გაუსვა იმას, როცა შენს ტანჯვებზე საუბრობ, რომ აი ესე ჩვენობითში ვიტანჯებით, აი საიდან მოდის ეგ საჭიროება? თუ არა ბრბოს მენტალიტეტისგან. თუ არა ჰიპერდამოკიდებული რო ხარ ადამიანი გარე სტიმულზე. სულ თქვაც რო არ შეგიძლია სხვისი ჟანგბადის გარეშე. აზროვნებაში არ გვაქვს თავისუფლება. კიდევ ჩვენ ქუჩაში ვიღაცას შეუძლია მომაძახოს და რითი სრულდება ქუჩაში შეუძლია მომაძახოს რომ საყურე რატომ მიკეთია დღესაც კი არსებობს ეს. ანუ ჯერ ტანჯვა გვაქვს და ანუ ისე რა ირონიულია, ანუ სრულდება რითი? ქოუფით, ანუ ყველაფერი ხო ქოუფი არის, მათ შორის რესენტიმენტი ქოუფი და აი ბოლოც ხო ქოუფი უნდა იყოს ამაზე რომ დაასრულებ. და ქოუფი რა არის? ის რომ მაინც რაღაცა ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უფრო ღრმად თუ შეხედე, იმიტომ არის კარგად, რომ ეს ხალხი მემაძლევს ღირებულებას, ვინც გამაკრიტიკებს კიკინის გამო, საყურის გამო და იმიტომ რომ ბნელები არიან და ეს ბნელები მემაძლევენ იდენტობას, ღირებულებას, რომ რაღაცისთვის ვდგავარ, რაღაცისთვის ვიბრძვი, რომ რაღაცას წარმოვადგენ, რომ რაღაცა ღირებულება არის, იმიტომ რომ მათ გარეშე ჩემო კარგო, მათ გარეშე საერთოდ არაფერი ხარ. მათ გარეშე, ოპოზიციის გარეშე ღირებულება არ გაქვს. ეს მეგობრებო არის მონის პოზიცია. მონას სჭირდება ოპოზიცია. თავისუფალი ადამიანი დამოუკიდებელი დგას და დამოუკიდებლად ქმნის.